დავამუშავოთ და მოვამზადოთ პოდკასტები, თქვენ იქნებით ერთ-ერთი ავტორები კონკრეტული თემის. ხელოვნური ინტელექტის სატრენინგო კურსის თეორიული ნაწილი დასრულდა. მასტერკლასი მოიცავდა სხვადასხვა თემაზე 6 შეხვედრას განსხვავებული პროფესიების მქონე 2 ჯგუფთან. მიღებულ ცოდნას ახლა ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ, რასაც პრეზენტაციების სახით AI კონფერენციაზე წარადგენენ. სრულდება თეორიული ნაწილი, მონაწილეებმა გაიარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, ძირითადად გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ვემზადებით კონფერენციისთვის, ჯგუფებში გადანაწილდნენ მონაწილეები, ვისაც რისი ინტერესი ჰქონდა თავის პროფესიის მიმართულებით, აქ არის განათლების სფერო, სამედიცინო მიმართულება, უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, OSINT-ის მიმართულება და კონფერენციისთვის მოემზადებიან უკვე ახლა გადავდივართ პრაქტიკულ ნაწილზე. მონაწილეები ჯგუფებში პროფესიებისა და ინტერესების მიხედვით გადანაწილდნენ. მედიცინის, ჟურნალისტიკის, იურიდიული სფეროს თუ ციფრული ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიღებულ გამოცდილებას საკუთარ საქმიანობაში ნერგავენ. ამ შესაძლებლობების შესახებ კი უფრო დეტალურად აუდიტორიას პირისპირ შეხვედრაზე თავადვე გაუზიარებენ. დავასრულეთ თეორიული ნაწილი, გადავედით პრაქტიკულ ნაწილზე. ყველა საინტერესო ახლა იწყება, რა თქმა უნდა. დავნაწილდით ჯგუფებად, ვამზადეთ კონკრეტულ თემებზე კონფერენციისთვის ვემზადებით. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. დღეს არის მე-6 შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგების. დავიყავით ჯგუფებად და ვემზადებით კონფერენციისთვის. ეს ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ვარ სტუდენტი და უდიდესი ნაბიჯი იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისთვის. ვემზადებით AI კონფერენციისათვის, რათა მიღებული ცოდნა უკვე იმ ადამიანებს გაუზიაროთ, რომლებსაც ეს ძალიან გამოადგება. რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს კურსი? რა თქმა უნდა, დროის სვლასთან ერთად გვჭირდება ტექნოლოგიურ განვითარებას აუწყოთ ფეხი, მივიღეთ ძალიან საინტერესო გამოცდილება და როგორც უკვე აღვნიშნე, მზად ვართ, რომ ეს გამოცდილება გაუზიაროთ იმ ადამიანებს, ვინც არიან სწორედ აი ამ ხელოვნური ინტელექტისა და მსგავსი ტექნოლოგიებით დაინტერესებული. AI კონფერენცია, რომელსაც ქართული მედია ჯგუფი უყრის საფუძველს, შიდა ქართლის რეგიონში წელს პირველად ჩატარდება. ღონისძიებაზე მეტალაბის სატრენინგო კურსის მონაწილეები მომხსენებლები იქნებიან. მათ კარგად გააცნობიერეს, რომ ვისაც ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები ეცოდინება და მისი ეფექტურად გამოყენების უნარები ექნება, თანამედროვე ეპოქაში უფრო საჭირო კადრი გახდება. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ უახლოეს 5 წელში შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სპეციალობები ჩაანაცვლებს. ამ გამოწვევას კი შიდა ქართლში საზოგადოების ნაწილი უკვე შემზადებული დახვდება.